როდესაც 20 პირველი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ულმობელ დიქტატორთან გაქვს საქმე, მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სისასტიკე. არა იმ ხალხის მიმართ, ვისაც ეს დიქტატორი ბატონობს, არამედ იმ ომის მანქანის თვით საფუძვლის წინააღმდეგ, რომელიც მან შენს წინააღმდეგ წამოიწყო. უკრაინამ ეს ძალიან კარგად იცის. აპრილში კი უკრაინამ რუსეთს ყველაზე სასტიკი თვე მოუტანა, რაც პუტინსა და მის თანამზრახველებს გამოუცდიათ. პირიმიდან ურალებამდე უკრაინამ ყველაფერი გაანადგურა, რაც კი თვალს მოკრავდა, როცა რუსული ნავთობი იწვის და ქვეყნის არმია ინგრევა. დასაწყებად აქ ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო. 4 მაისს კიევის პოსტმა მთავარი სათაური გამოაქვეყნა. უკრაინის შორმანძილზე მოქმედმა დრონების სპეციალისტებმა აპრილში წარმატებით დაარტყეს 14 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და საწვავის კვანძს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დიდი ამბავი არ არის, ეს რეკორდია. არასოდეს აქამდე უკრაინის დრონებს ამდენჯერ არ დაურტყამთ რუსულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ერთ თვეში. და რამდენიმე შემთხვევაში მათ ერთსა და იმავე ობიექტს რამდენჯერმე დაარტყეს. უკრაინის დრონები ახლა უფრო ღრმად აღწევენ ვიდრე ოდესმე. ერთ-ერთ შემთხვევაზე, რომელსაც ახლა განვიხილავთ, უკრაინამ დრონი 1500 კილომეტრზე, ანუ დაახლოებით 930 მილზე ცოტა მეტ მანძილზე გაგზავნა, რათა პირდაპირ კიდევ ერთ რუსულ სტრატეგიულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში შეეტანა. და ეს ყველაფერი არ არის. აპრილი რუსეთისთვის წლის ყველაზე მძიმე თვე იყო. კიდევ უამრავი მიზეზის გამო, რადგან უკრაინამ თავისი ღრმა დარტყმების კამპანია წარმოუდგენელ დონემდე აიყვანა. მაგრამ მოდით რუსეთის ნავთობით დავიწყოთ. ეს არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყველა დეტალს გვაწუდის. ჯერ ბაშნევ ნოვოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წაგიყვანთ, რომელიც რუსეთის ბაშკორტოსტანის რეგიონში უფას დასახლებაში მდებარეობს. 1400 კილომეტრით, ანუ დაახლოებით 870 მილით არის დაშორებული უკრაინიდან. ეს ქარხანა აწარმოებს საფოხ მასალებსა და მაღალი ხარისხის ზეთებს და მას შეუძლია წელიწადში 7 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება. უკრაინამ მას ძლიერი დარტყმა მიაყენა და ცეცხლში გაახვია და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. კოსტოვოში, რომელიც რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონში მდებარეობს, გორკის ნავთობის სატუმბი სადგური იყო სამიზნე. უკრაინის დრონებს ამჯერად ასე შორს წასვლა აღარ დასჭიროებიათ, მხოლოდ 800 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 497 მილი. მაგრამ მათ თავიანთი საქმე გააკეთეს. ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში 2 ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი გაანადგურეს. ეს ქარხანა წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და რუსეთის მთლიანი ბენზინის მოხმარების 30%-ს აწვდის. შემდეგი ტუაფსა, ან საწალი ტუაფსა. ადრე ვახსენეთ, რომ უკრაინამ ტუაფსაში რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რამდენჯერმე დაარტყა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშებს ალბათ უკვირდათ, უკრაინის დრონებს რამე პირადი ხომ არ ჰქონდათ მათთან. მათ დაარტყეს 16 აპრილს, 20 აპრილს და 28 აპრილს გაანადგურეს დამუშავების დანადგარები. მინიმუმ 24 საწვავის საცავი აუზი დაანგრიეს და ქარხანა სრულად პარალიზებული დატოვეს. ეს ქარხანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 4,4% უზრუნველყოფს, მათ შორის ევრო 5 სტანდარტის ნავთობპროდუქტების წარმოებას, რომელსაც რუსეთის არმია იყენებს. და თუ თუაფსას ეგონა, რომ უკრაინას ის დავიწყებული ქონდა, უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კიდევ ერთხელ დაარტყა 1 მაისს. დღა 1 მაისი. საჰერო თავდაცვა არასდროს მსმენია მათზე. ალბათ ასე ამბობს პუტინი. გარდა იმისა, რომ უკრაინამ თუაფსას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ისე სცემა თითქოს ფული მართებს, უკრაინამ რუსეთის მასშტაბით კიდევ უამრავ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. სამარაში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იმდენად ძლიერ დააზიანეს დრონებმა, რომ იქ მასიური ხანძარი გაჩნდა. ამ დრონებს 900 კილომეტრი, ანუ თითქმის 560 მილი უნდა გაელოთ. ასევე სამარის რეგიონში უკრაინის დრონებმა აფეთქებები და მასიური ხანძარი გამოიწვიეს ნოოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და 20 სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, რომელთაგან ბევრი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გამოიყენება. პერმში და ორსკში, რომლებიც ორივე უკრაინიდან დაახლოებით 1500 კილომეტრით არიან დაშორებული, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დააზიანეს. პირველი იყო ლუკოილის სპერმნეფთორგსინტეზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ალფა დანაყოფმა დაარტყა. ეს ქარხანა წელიწადში 13 მილიონ ტონა რუსულ ნავთობს ამუშავებს. და უკრაინის დრონებმა მისი ერთ-ერთი მთავარი ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი წყობრიდან გამოიყვანეს. ორსკში, რომელიც რუსეთის ორენბურგის რეგიონში მდებარეობს, უკრაინის დრონებმა ხანძარი გააჩინეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტს აწარმოებს და წელიწადში 6,6 მილიონ ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე აქვს. გონი ერთსტოვებთ. დიახ, იაროსლავსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იაროსლავში უკრაინის ყურადღებას არ გამოჰპარვია. დრონებმა დაახლოებით 750 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 466 მილი დაფარეს, რათა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ვაკუუმური დისტილაციის დანადგარი დაეზიანებინათ, რომლის სიმძლავრეც 15 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. და წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს რუსეთის საომარი მანქანისთვის, რადგან აწარმოებს ბემს, ბენზინს, დიზელს და ავიაციის საძოვრს. ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ პუტინს თავი დაებრუენებინა. გულწრფელად რა ვთქვათ, ჩვენ თითქმის გაუგნებულები ვართ და ჯერ მხოლოდ ვიწყებთ.
ჯერჯერობით მხოლოდ იმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ვისაუბრეთ, რომლებიც უკრაინამ დაარტყა იმ თვეში, როცა მან შორმანძილზე დანა ღრმად ჩაარჯო პუტინის ნეკნებში. შემდეგ მოდის ამ დანის ისეთი გადატრიალება, რომ პუტინს ალბათ გონია მის ფილტვში პირუედებს აკეთებს. პორტები, გემები, ტექნიკა, საწარმოო ობიექტები და კიდევ ბევრი სხვა რამ უკრაინის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა რუსეთისთვის ყველაზე სასტიკ თვეში. ნავთობის თემაზე დარჩენით, მოდი გადავიდეთ რუსეთის პორტებზე. ბოლოს და ბოლოს უკრაინამ ეს aprილში არაერთხელ გააკეთა. პრიმორსკში, რომელიც ლენინგრადის რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობის საექსპორტო ჰაბია, უკრაინის დრონებმა 3 RVS-P-2000 ტიპის ავზი დააზიანეს და მასიური ხანძარი გამოიწვიეს. ამ აუზებს საერთო ჯამში 60,000 კუბური მეტრი ნავთობის დევადობა აქვთ და ისინი მხოლოდ ბოლო დანაკარგია პორტში, რომელიც უკრაინიდან 850 კილომეტრით, ანუ 528 მილითაა დაშორებული. დრონების დანაყოფებმა პრიმორსკზე თავდასხმები ადრე დაიწყეს და მარტშიც რამდენჯერმე დაარტყეს ამ საექსპორტო ჰაბს. თუ რუსეთს ეგონა, რომ მაისში სიტუაცია დამშვიდდებოდა, ძალიან ცდება. პრიმორსკს კიდევ ერთხელ დაარტყეს დრონებით 3 მაისს, რამაც კიდევ ერთი მასიური ხანძარი გამოიწვია. უსტლუგა, რომელიც რუსეთის კიდევ ერთი მთავარი ბალტიის ზღვის პორტია, არც ისე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკრაინის დრონებმა მსგავსი მანძილი დაფარეს ამ პორტზე თავდასასხმელად და 3 ნავთობის ავზი დააზიანეს. პრიმორსკის მსგავსად უსტლუგასაც რამდენჯერმე დაარტყეს მარტში. ამ ეტაპზე თითქოს უკრაინა უბრალოდ ცდილობს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს, რადგან ამ ორი პორტის გამოთიშომ, რომლებიც რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ, სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყანას. გარდა იმისა, რომ მარტში ყველაზე დაზარალებულ ობიექტებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა, უკრაინამ გადაწყვიტა კიდევ რამდენიმე რუსული ნავთობის პორტიც გამოეყვანა მწყობრიდან. ასევე ლენინგრადში უკრაინამ დაარტყა ARP-Vysotsk Lukoil 2-ის დამტვირთავ ტერმინალს, რამაც კიდევ ერთი ხანძარი გამოიწვია. ნოვოროსისკში, რომელიც ახლა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტია, უკრაინის დრონებმა 420 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 260 მილი იფრინეს და დაარტყეს შესკარისის ნავთობის ტერმინალს. კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა, რამაც რუსეთს აუკვეთა შესაძლებლობა, რომ ნავთობი, რომელიც პრიმორსკიდან და უსტლუგადან გააქვს, შავი ზღვის გავლით მიაწოდოს თავის მომხმარებლებს. და ბოლოს, კრასნოდარის მხარეში უკრაინამ კიდევ ერთი ხანძარი გამოიწვია დრონით შეტევით ტიხორეცკის ნავთობის სატუმბ სადგურზე. თუ კრიმში და კრასნოდარის რეგიონში ნავთობის საცავებზე განხორციელებულ დარტყმებს შეშოკრებთ, მივიღებთ ყველაზე სასტიკ თვიურ კამპანიას, რომელიც უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ რუსულ ნავთობზე წამოიწყო. და რუსეთი ამ ტკივილს გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში ბლოკადის გამო გაზრდილი ნავთობის ფასებიდან სარგებლის მიღებას ელოდება, რუსეთმა საბოლოოდ თავისი ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. რუსეთს ნავთობის გაყიდვებიდან დღეში დამატებით 150 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, როგორც Financial Times-მა 12 მარტს გაავრცელა. ამის ნაცვლად აპრილში რუსეთი იძულებული გახდა შეეზღუდა ექსპორტი, რადგან პორტები, რომლებსაც ის იყენებს თავისი ჭრილოვანი გემების მოსამარაგებლად იწოდა, ხოლო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ამ პორტებში გასაგზავნ პროდუქტებს აწარმოებენ, ჩამოიშალა. RBC უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის ნავთობის ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა, რაც აპრილში მარტთან შედარებით 1.8 მილიონი ტონით ნაკლებობას ნიშნავს. ეს ზუსტად ის იყო, რაც უკრაინის მიზანს წარმოადგენდა. დაარტყა რუსეთს ყველაზე ძლიერად იქ, სადაც ნავთობი იწარმოება და ქვეყნიდან გადის, რათა პუტინს რაც შეიძლება ნაკლები ფული დარჩეს თავისი საომარი მანქანის დასაფინანსებლად. კარგი, მოდით ცოტა შევისვენოთ. უკვე ბევრი აპრილის დარტყმა განვიხილეთ და კიდევ ბევრი დაგვრჩა. მაგრამ სანამ უკრაინის დარტყმების ყველაზე გამანადგურებელი თვის კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის ჩამოთვლას დავიწყებთ, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, თუ ჩვენგან ახალ ინფორმაციას იღებთ. კარგი, დაუბრუნდეთ დათმებს. აპრილში უკრაინას რუსეთის ნავთობის საქმე ჯერ შორსაც არ ჰქონდა დასრულებული. გარდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და პორტებზე დარტყმებისა, უკრაინამ დაარტყა ტანკერებსაც და ძალიან იშვიათი თავდასხმისას თავად რუსული ნავთობის წარმოების წყაროსაც კი მიაყენა ზიანი. 10 აპრილს Kyiv Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედროებმა დაარტყეს ნავთობის მოპოვების 2 პლატფორმას კასპიის ზღვაში, რომლებიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით, ანუ 620 მილით იყო დაშორებული. ორივე პლატფორმა კინვაგანძლე ობიექტი იყო, რომლებიც იური კორჩაგინისა და ვიგრიფას ნავთობის საბადოებზე იყო განთავსებული. ეს თავდასხმა კიდევ ერთი ეტაპია უკრაინის სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობის განადგურებას. ის ანადგურებს ექსპორტის ჰაბებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობს გარდაქმნიან გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებად, რომლებსაც შემდეგ ფულად ყიდიან. ეს ნიშნავს, რომ ჯაჭვის ორი რგოლი უკვე ჩამოშლილია. კასპიის ზღვის დარტყმებით უკრაინამ აჩვენა, რომ ის კიდევ ერთ რგოლზე აპირებს კონცენტრირებას. რუსეთის ნედლი ნავთობი იწვის, მანამდე სანამ ის გადამამუშავებელ ქარხნებში მოხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უკრაინა ანადგურებს რუსეთის მთელ ნავთობის მომარაგების ჯაჭვს. ამ ჯაჭვის მეორე ბოლოში არიან ტანკერები, რომლებიც რუსეთის ნავთობს ექსპორტის ჰაბებიდან მყიდველებთან მიაქვთ. რადგან უკვე ამდენ ზიანს აყენებდა, უკრაინამ ალბათ იფიქრა, რომ პარემ ტანკერიც გაენადგურებინა.
ბოლოს და ბოლოს ის ტანკერი ტუაფსეში იყო. უკრაინამ აპრილში არაფერი დაამტკიცა, თუ არა ის ფაქტი, რომ ტუაფსეს საჰაერო თავდაცვა იმდენად სუსტია, რომ უკრაინა ამ რეგიონს ისე ურტკამს, თითქოს მაიკ ტაისონი გაბრუებულ ბავშვს ეჩხუბებოდეს. 29 აპრილს გაირკვა, რომ უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმა მიაყენეს ტანკერ მარკიზას, რომელიც იმ დროს ტუაფსედან დაახლოებით 210 კილომეტრით, ანუ 130 მილის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა და ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის სიგნალის გარეშე მოძრაობდა. ეს ტიპური ტაქტიკაა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემებისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნის დნის დროშის ქვეშ ცურვა, გარდა რუსეთისა. ამ შემთხვევაში დაზიანებული რუსული ტანკერი კამერუნის დროშის ქვეშ ცურავდა, მაგრამ უკრაინა არ მოთხოვდა. ცნობილი იყო, რომ ეს ხომალდი ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი იყო და მასზე სანქციები აქვს დაწესებული დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირს, კანადას, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიას. უკრაინამ ალბათ გადაწყვიტა, რომ ეს სანქციები საკმარისი არ იყო ხომალდის შესაჩერებლად, ამიტომაც გამოიყენა უფრო კინეტიკური სანქციები მის გამოსაყვანად მწყობრიდან. ბოლოს და ბოლოს ალბათ დავასრულეთ, ხომ ასეა? არა, ასე არ არის. ის დანა, რომელიც ვთქვით, რომ პუტინის ნეკნებს შორის ტრიალებდა, იმდენად ღრმად შეარჩეს, რომ უკნიდან გამოვიდა, რადგან უკრაინამ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე ყველა ამ შეტევას თან დაურთო დარტყმები თვითმფრინავებზე, სამხედრო გემებზე და თვით რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გულზეც კი. და ამ დარტყმებიდან ერთ-ერთი ისეთივე დამამცირებელი იყო, როგორც ყველაფერი, რაც რუსეთმა ომის ამ ეტაპამდე განიცადა. 25 აპრილის ოპერაციაში უკრაინამ შარგოლის აეროდრომს დაარტყა შორეულ ჩელიაბინსკის რეგიონში. სამიზნეებად იქცა 4-მდე გამანადგურებელი თვითმფრინავი, მათ შორის 2 Su-57 ტიპის უხილავი გამანადგურებელი, რომლებიც როგორც ამბობენ, რუსეთის პასუხია ამერიკულ F-22-სა და F-35-ზე. Su-57 არის საუკეთესო, რაც რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. ეხლა 2 მათგანი იწვის მიწაზე ავიაბაზაზე, რომელიც უკრაინიდან 1700 კილომეტრით, ანუ 1046 მილითაა დაშორებული. და ისევ რუსეთში უბრუნდებით. საზღვრისპირა ბრიანსკის რეგიონში უკრაინის დრონები 1 აპრილს სტრელას ქარხანას თავს დაატყდა. ქარხანა პასუხისმგებელია იმ კომპონენტების წარმოებაზე, რომელსაც რუსეთი თავის ფრთოსან რაკეტებში იყენებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან 120 სახელმწიფო კონტრაქტი შეასრულა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის საჭიროებებისთვის. ეს დარტყმა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ირჩევს უკრაინა ფრთხილად სამიზნეს, რომელიც მაქსიმალურ ზიანს მიაყენებს პუტინის სტრატეგიას უკრაინაზე შორმანძილზე რაკეტების გაშვების მხრივ. მხოლოდ აპრილში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 151 რაკეტა და 6663 დრონი გაუშვა. რუსეთმა აპრილში საჰაერო დარტყმების თვიური რეკორდი მოხსნა. უკრაინის მიერ სტრელას ქარხნის მსგავსი ობიექტების განადგურება ნიშნავს, რომ რუსეთს უჩქო რაგის რაკეტების მარაგის შევსება. როსტოვის რეგიონში მდებარე ტაგანროგში უკრაინამ 19 აპრილს ათვანტ აეროს ქარხანას დაარტყა. ამჯერად დიდება უკრაინის საზღვაო ძალებს ერგვერგოთ, რომლებმაც ნეპტუნის რაკეტები გაუშვეს და დააზიანეს ქარხანა, რომელიც სრულად აწარმოებს მოლნაიას ტიპის დავთქმით და სადაზვერვო დრონებს, რომლებსაც რუსეთის ძალები B-ფრონტის ხაზზე იყენებენ. Atlantaero ასევე აწარმოებს კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება ორიონის დრონებში, ასევე კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება 50-ის რაკეტებსა და CA-BOC-ის მართვად საავიაციო ბომბებში. რუსეთმა ქარხნის საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი დააფიქსირა და ვერც კი შეძლო თავისი ჩვეულებრივი არგუმენტის, დრონების ნამსხმევების გამოყენება, რადგან ნეპტუნის რაკეტების გამოყენება უეჭველი იყო. პირდებით რომ თითქმის დავასრულეთ ჩვენი მიმოხილვა იმ სასტიკი და ძალიან საჭირო სასჯელის შესახებ, რომელიც უკრაინამ რუსეთს აპრილში მიაყენა. ჩვენი ბოლო გაჩერება შავი ზღვის ფლოტია. უკრაინამ აპრილში შურისძიებით შეუტია ამ ფლოტს, კიდევ უფრო მეტი სამხედრო გემი და ხომალდი გაანადგურა, რომლებიც იმ ფლოტის ნაწილია, რომელიც უკვე იძულებული გახდა უკრაინიდან, რაც შეიძლება შორს დაეხია. დახევა არ გამოდგა. აპრილში უკრაინამ გაანადგურა პროექტი 775-ის იამალი და პროექტი 117-ის ნიკოლაი ფელჩენკოვი. ორივე სადესანტო ხომალდია და მათი საერთო ღირებულება 150 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინამ ორივე ხომალდს ორჯერ დაარტყა. პირველად 20 აპრილს, შემდეგ კი ისევ 26 აპრილს. ასევე 26 აპრილს უკრაინამ გაანადგურა ივან კურსე, რომელიც რადიო დაზვერვის ცენტრს წარმოადგენს და დაარტყა შავი ზღვის ფლოტის სასწავლო ცენტრს. პროექტით 11356 არის ბორავესტნიკი ფრეგატიც უკრაინიზნის გამანადგურებელი შორ მანძილზე შეტევების მსხვერპლი გახდა. ამ სამხედრო გემზე დარტყმამ უკრაინას საშუალება მისცა კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა პუტინის რაკეტებზე დაფუძნებული სტრატეგიისთვის, რადგან ბურავესტნიკს შეუძლია კალიბრის ფრთოსანი რაკეტებით დატვირთვა, რომლებსაც რუსეთი რეგულარულად უშვებს უკრაინის მიმართულებით. კერჩის სრუტეში უკრაინამ გაანადგურა 2 საპატრულო ნავი, რომლებიც კერჩის ხიდს იცავდნენ. ეს ხიდი კი მთავარი სიცოცხლის ხაზია, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ამ დარტყმამ შესაძლოა გზა გაუხსნას მომავალ შეტევებს ხიდზე, რაც უკრაინის სტრატეგიის ნაწილია ყირიმის გასათავისუფლებლად. და ბოლოს 22 აპრილს უკრაინამ დააზიანა FSB-ს სასაზღვრო საპატრულო გემის მართვის კოშკურა ყირიმის სევასტოპოლის რეგიონში. თავიდანვე გითხარით, რომ ურალებიდან ყირიმამდე მივყვებოდით და უკრაინამ მოლოდინი გაამართვა. უკრაინას არასდროს განუხორციელებია ასეთი მასშტაბური შორმანძილზე განადგურება, როგორიც აპრილში ვიხილეთ.
ჩვენ ვიხილეთ, როგორ დაიცვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საექსპორტო ჰაბები, რამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა რუსეთის ნავთობის ექსპორტზე. $100 მილიონი სამხედრო ტექნიკა დაიწვა, რომლის დიდ ნაწილსაც რუსეთი ვერ არ ჩაანაცვლებს. გემები, რომლებზეც უკრაინა მიაკენა დარტყმა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაბრუნდება ექსპლუატაციაში, რადგან რუსეთის გემთმშენებლობის ინდუსტრია სანქციების გამო ინგრევა. ჩვენ ვიხილეთ რაკეტების ქარხნების განადგურება, ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე თავდასხმები და უკრაინის ნავთობზე ორიენტირებული სტრატეგიის გაფართოება, მომარაგების ახალი ჯაჭვის ნაწილზე, რადგან კასპიის ზღვა ახალი სამიზნე გახდა. უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონები ახლა უფრო შორს დაფრინავენ ვიდრე ოდესმე და ის ფაქტი, რომ ისინი ასეთ წარმატებას აღწევენ, გვიჩვენებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა უფრო გადაჭიმულია ვიდრე ბეჰემოთზე წამოწმული ვიწრო შორტები. ეხლა ლოგიკური იქნებოდა გვეგონა, რომ უკრაინა ამდენ ენერგიას რომ ხარჯავს შორმანძილზე დარტყმებში, ეს ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებებში შენელდება. შეიძლება აპრილში რუსეთის საშუალო მანძილის ძალებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. ამ პუტინის ხელქვეითებიდან ნაკლები გაანადგურა უკრაინის FPV დრონებმა ფრონტზე. არავითარ შემთხვევაში. სინამდვილეში უკრაინამ ამ ორ მიმართულებაშიც გააძლიერა მოქმედებები. საშუალო მანძილის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ უკრაინამ გაორმაგა დარტყმების რაოდენობა, რომლებიც 20-დან 150 კილომეტრამდე, ანუ 12.4-დან 93.2 მილის მანძილზე განახორციელა. აპრილში ამ დიაპაზონში განხორციელებული დარტყმების რაოდენობა 2-ჯერ მეტი იყო ვიდრე მარტში და 4-ჯერ მეტი ვიდრე უკრაინამ რუსეთის ახლო ზურგში თებერვალში განახორციელა. რაც უკრაინა ამ ტიპის შეტევებით აკეთებს არის ის, რომ ანგრევს მხარდამჭერ სისტემებს, რომლებიც რუსეთს ფრონტზე შეტევების შენარჩუნებაში ეხმარება. მართვის ცენტრები განადგურებულია, ლოგისტიკური და მომარაგების ჭაჭვები იშლება, ასევე ჯარისკაცების შეკრებისა და საწყობების ობიექტები. ყოველი წარმატებული დარტყმა საშუალო დიაპაზონში ასუსტებს რუსეთის ძალას ფრონტზე. და როდესაც უკრაინა მიზანში იღებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს ოკუპირებულ რეგიონებში, ის ასევე ხსნის საჰაერო კორიდორებს, რომლებსაც შეუძლია გამოიყენოს მეტი საჰაერო შეტევის განსახორციელებლად, როგორც ახლო ზურგში, ასევე რუსეთის სიღრმეში. და რაც შეეხება რუსეთის ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს, მათ ძალიან ცუდი თვე ჰქონდათ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა აპრილში 35,000 მსხვერპლი განიცადა, მაშინ როცა უკრაინამ გაორმაგა საშუალო რადიუსის დარტყმების რაოდენობა და რუსეთს თვითონაც უფრო ძლიერად დაარტყა ვიდრე ოდესმე. ეს დაახლოებით იგივე რაოდენობის რუსია, ვინც მარტში დაიღუპა ან დაიჭრა და ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მიდგომა მუშაობს. რაც უფრო ძლიერად ურტყამს უკრაინა რუსეთს ზურგში, მით უფრო სუსტდებიან პუტინის ჯარისკაცები. არ ჩანს, რომ უკრაინამ გადააჭარბა იმ დანაკარგების რაოდენობას, რაც მარტში მიაყენა რუსეთს, რაც რეკორდული 35,341 იყო, მაგრამ ძალიან ახლოსა და აპრილში მან გაუთანაბრა თავის წინა რეკორდს, რომელიც დეკემბერში 35,000 შეადგენდა. უკრაინა ასევე აცხადებს, რომ აპრილი მეხუთე ზედიზე თვეა, როდესაც რუსეთმა ბრძოლის ველზე უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე პუტინის არმიაში მიიზიდა. ხოლო უკრაინის დრონების იერიშებმა რუსეთს დეკემბრიდან აპრილამდე 156,735 ჯარისკაცი დაუჯდა, იტყობინება United 24 Media. რუსეთმა ამავე პერიოდში 158,400 ჯარისკაცი მოიზიდა, თუმცა რუსული დანაკარგები კიდევ უფრო მეტია. ესენი მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებსაც უკრაინა დრონების მიერ გადაღებული კადრებით ადასტურებს, იმავე იარაღით, რომელმაც ეს დანაკარგები გამოიწვია. თუ საარტილერიო დარტყმებსა და იმ თავდასხმებსაც დავამატებთ, რომლებიც არ არის დაფიქსირებული, რუსეთის 5-თვიანი დანაკარგები სავარაუდოდ 160,000 აჭარბებს. პუტინი საითაც არ უნდა გაიხედოს, შვება არსად არის. უკრაინა მხოლოდ შორმანძილზე დარტყმებს არ აძლიერებს, ის ყველა მიმართულებით ზრდის ძალებს და რუსეთს უბრალოდ პასუხი არ აქვს. რუსეთისთვის ყველაფერი დასრულებულია ახლა. აპრილი იყო ყველაზე სასტიკი და გამანადგურებელი თვე დანაკარგებისა და განადგურების მხრივ, რაც უკრაინამ პუტინის საომარ მანქანას მიაყენა. მაგრამ როცა ის კანკალებს სადღაც კრემლიდან შორს ფარულ ბუნკერში, პუტინი ერთ გარდაუვალ ფაქტს მიხვდება. აქედან რუსეთისთვის ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება. თუ გსურთ უფრო დეტალურად გაიგოთ, რას აკეთებს უკრაინას საშუალო რადიუსის დარტყმის დრონების მიმართულებით, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას მოგაცვდით. ჩვენი ვიდეო დეტალურად განეხილავს უკრაინის ახალ სასტიკ სტრატეგიას, ასახავს თუ რას ესმის თავს უკრაინა და როგორ შეიძლება 16 აპრილის კონკრეტული დარტყმა გაგარდანტეხი იყოს ომისთვის, რომელიც ახალ ფაზაში შედის. იხილეთ ეს ვიდეო, რომ მეტი გაიგოთ და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ და თან ნახოთ ჩვენი ყველა უახლესი ვიდეო უკრაინის მიღწევებზე რუსეთის წინააღმდეგ და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.